დილამშვიდობისა დღეს 5 მაისია, დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო გუჭავა და გეგინე მწვერდზე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ბედნიერ დანაყოფიერ დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კი შევეცდებით, რომ საინტერესო გადაცემა შევგვთავაზოთ. თუმცა მანამდე სანამ გეტყოდეთ თუ ვინ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რაზე შევაჯერებთ თქვენს ყურადღებას, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. ხუთმაის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს თეოდორე სიკეოტის, წმინდა მოციქულებს ნათანაელს, ლუკას და კლიმენტის, ღირს ვიტალის. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გადასგილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ბრწყინვალე აღდგომის შემდგომი პერიოდის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვერთდება დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ 2 კონკურსი გამოაცხადა. პირველი გახლავთ კონკურსი ახალგაზრდა ხელოვნებისთვის სახელწოდებით ღანი და მეორე საგამოფენო კონკურსი თბილისური სახსოვარი, რომლის თემა მე-20 საუკუნის თბილისის არქიტექტურული რელიეფის თანამედროვე ინტერპრეტაცია და თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან სალუქვაძე. პოლონეთში ვარშავის თეატრში რეჟისორ ანდრო ენუფიძის სპექტაკლ ჯადის პოლონური პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორმა ადამ მიცრევიჩის ცნობილი პიესის მიხედვით დადგა. უფრო მეტს გადაცემის მსვლელობისას კახა მიქიაშვილის სიუჟეტიდან გიამბობთ. საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღება დაიწყო და რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე კი გვესაუბრება გადაცემის დასკვნით ნაწილში კოლეჯ სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უბატაშვილი შემოგვიერთდა სტუდიაში. დილომშვიდობისა მამა ლუკა ქრისტე აღსტრა. ჭეშმარიტად მოგესალმებით ღმერთმა მრავალს დაგვასწროს. ილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. აიხარეთ ასევე. ბრწყინვალე აღდგომის შემდგომი პერიოდის შესახებ გვინდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში. და რომ განუმარტოთ მაყურებელს და უთხრათ საზოგადოებას, რას ნიშნავს ბრწყინვალე აღდგომის შემდგომი პერიოდი და როგორია ეს პერიოდი ჩვენთვის საზოგადოებისთვის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე, რომ 40-თვიანი მარხვის შემდეგ, დიდ მარხვის შემდეგ, რატომღაც თითქოს თავისუფლდება ადამიანი რაღაც ვალდებულებებისგან. როგორი უნდა იყოს სინამდვილეში მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრება აღდგომის შემდგომ პერიოდში? აი პირიქით მეტი ყურადღებას ჭირდება აღდგომის მარხვის შემდგომ პერიოდს, იმიტომ რომ მარხვით შენ რაღაცა მნიშვნელოვანისთვის ემზადები და ეს მნიშვნელოვანი აი ახლა დადგა. ესე იგი მარხვა კი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მარხვა არის მომამზადებელი პერიოდი რაღაცა მნიშვნელოვანისათვის. ეს ზატიკის პერიოდია და რო წავყვეთ ამ სიტყვას, მოდის თავისუფლებიდან, ადამიანს მიეცა თავისუფლება, ღმერთმა მოუპოვა თავისუფლება და აი რაში გამოიყენებ ამ თავისუფლებას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი სიამოვნებებში მიდის და სიამოვნებებისთვის იყენებს აი ამ თავისუფლებას, რომელიც არ არის სწორი. და მარხვა ეს არის პერიოდი, როდესაც შენ ესე იგი მთელი გულისყურით ემზადები რაღაცისთვის, ეს რაღაცა დადგა და ეს რაღაცა უნდა შეინარჩუნო. და აი რა დადგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და დადგა ის, როგორც უფალი ამბობს, აი სამარიტელ დედაკაცს ესაუბრება უფალი ერთგან და იოანეს სახარებაში ეს გადმოცემული და ესეთ რამეს ეუბნება, რომ ისეთი ჟამი მოვაო და უკვე მოვიდაო ეს ჟამიო. როდესაცო ესე იგი ღმერთო თაყვანი ან იერუსალიმში ან იერიქონში კი არ უნდა სცეთო, ანუ კონკრეტულ ადგილას. ან სხვანაირად რო ვთქვა, ღმერთს ცხარი კი არ უნდა დაუკლარო წელიწადში ერთხელ თაყვანის მას და ისევ შენ ჭამოდასვა. არამედ ღმერთი სული არისო და თავისი მისი თაყვანისმცემლებით ესე იგი სულიერნი უნდა გახდნენო და ესე იგი აღდგომის მარხვამ ჩვენ მოგვიტანა პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა გავხდეთ სულიერნი. ჩვენ ძირითადად ხორცი ვართ. ძირითადად. ამაში იგულისხმება, რომ ვეძებთ რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რითი შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ ეს საშუალებები და ძირითადი საზრუნავი ეს არის ადამიანის და აი ეს აი ლუარსაბ თათქარიძეში რო აქვს ილია ჭავჭავაძეს რო სულიო მის ქონებში იყო დაკარგულიო და ლუარსაბის და დარეჯანის საზრუნავი ერთი იყო რა ეჭამათ იმ დღეს და ღმერთის დიდებაც იყო მათი საქმე და წელიწადში ერთხელ ადიდებდნენ ღმერთს საკლავს წაუყვანდნენ ღმერთს ვითომ ღმერთს ჭირდება რამეში ეს ცხვარი ან რამე ხო და არც შია და არც ყურია ღმერთს მაგრამ ჩვენგან სხვა რამეს ეძებს ესე იგი ღმერთმა გამოკაფა ჩვენსკენ რომ ჩვენ გავიაროთ ამ გზაზე და ზუსტად უნდა ვიცოდეთ ეს აი ზატიკის პერიოდში სწორედ ეს არის როდესაც საერთოდ შეიცვალა სამყარო და ფიზიკური ადამიანი უნდა გახდეს სულიერი ადამიანი იმიტომ რომ ჩვენ უპირატესად სული ვართ მაგრამ ეს არ უნდა იქნეს დავიწყებული და აი სწორედ ამაზეა ყველაფერი აგებული რომ ჩვენ გავხდეთ სულიერნი. და ის სამწუხაროდ როდესაც მარხვა მთავრდება, მაშინათვე რატომღაც პირველი რაც ოდვაში ვარდებით, ეს არის გემოთ მოყარეობა. ხო, კი. ეს ყველაზე საშიშია ადამიანისთვის. როგორც იონიკიბის აღწერელი ამბობს, ყველაზე ახლობელი ცოდვაა. ახლობელია, იმიტომ რომ მოგშივდება და უნდა ჭამო, მაგრამ აი მანდ ძალიან ძნელია რომ ზომიერება დაიცვა. იმიტომ რომ მაგრამ ვერ იცავს ადამიანის ზომიერებას, იმიტომ რომ ღმერთი გვავიწყდება. ვთქვათ, შეიძლება როცა კარგ ხასიათზე ვართ ღმერთი გვახსოვს, შეიძლება რომ გაგვაბრაზებს რაღაცა წყობიდან გამოგვიყვანს, მერე უკვე ღმერთი შეიძლება დაგავიწყდეს. როცა ესე იგი დანაყრებული ხარ, შეიძლება ღმერთი გახსოვს, რომ მოგშივდება, შეიძლება ღმერთი დაგავიწყდეს. აი ეს საშიშროება, ამიტომ ქვია, რომ ადამიანი ძირითადად ხორცია და ადამიანს უნდა თავი დააღწიოს თავის ყველაზე დიდ პრობლემას და ეს დიდი პრობლემა ჩემში, როდესაც ფიზიკური ჭარბობს სულიერს, აი ეს უნდა დავარღვიო მე ჩემში
და ფიზიკურს სულიერმა უნდა აჯობოს და წმინდა მამები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი სულიერია და სულიერი კანონებით ცხოვრობს, სული ძალიან უფრთხილდება ფიზიკურ სხეულს, ძალიან უფრთხილდება. მაგრამ როდესაც ადამიანი ფიზიკური კანონებით ცხოვრობს და ფიზიკური ცხოვრება წინა აქვს წამოწეული, ფიზიკური სხეული საერთოდ არ უფრთხილდება სულს, არ ზრუნავს საერთოდ სულზე. ამიტომ ეს საშიში მდგომარეობაა. ეს ისეთ ხაფანგში ვართ ჩვენ მოყოლილი, ფიზიკური ბუნებას გულისხმობ, როდესაც ესე იგი მივეჩვიეთ ფიზიკურ ცხოვრებას. ეს ისეთი ხაფანგი, ამისგან ადამიანი თავს ვერ დააღწევს. ამიტომ გახდა საჭირო და აუცილებელი, რომ თვითონ ღმერთი განხორციელებულიყო, რომ ჩვენთვის ესწავლებინა გამოსავალი და ჩვენ უნდა ვნახოთ ეს გამოსავალი. ამას იმ შემთხვევაში მოძებნის ადამიანი, თუ გულისხმიერი იქნება. გულისხმიერება დღეს არასწორად გვესმის ქართველებს ეს უდიდესი ენის პატრონები ვართ, უდიდესი ტერმინების პატრონები, შემთხვევითი არც ერთი სიტყვა არ აგვაქვს და აი გულისხმიერება დღეს ესე გონია, როდესაც მაგალითად ზრდილობიანად მივესალმები სხვას, რომ აი ვთქვათ რაღაცა გავითვალისწინებ სხვა ადამიანს. არა და ესეც არის, მაგრამ პირველ რიგში გულისხმიერება გულისხმობს, როდესაც ადამიანს ღმერთის სიტყვა ესმის. ღმერთი მოქმედებს 21 საუკუნის წინ კი არ მოქმედა მხოლოდ, ეხლაც მოქმედებს. არაფრით არ განსხვავდები მადლთან ურთიერთობაში 21 საუკუნის წინანდელ პერიოდთან. დღესაც ისევე ცხოლმწყობელად მოქმედებს მადლი, ისევე გახარებს, ისევე გაძლიერებს, როგორც ეს ხდებოდა 20 საუკუნის წინ, 10 საუკუნის წინ და დღესაც იგივე. არაფრით არ განსხვავდება, არაფერი არ აგვაქვს დაკლებული ჩვენ. უფრო მეტიც ესე იგი მოციქულებს ეუბნება, თომას ეუბნება უფალი კვირაცხოვლობას, რომ შენო ნეტარი ხარო, რომ ესე იგი მიხილე და ირწმუნეო ჩემიო, მაგრამ აი უფრო მეტი ნეტარი არის ის, ვისაც არ უნახავარ ფიზიკურად და შემიყვარა და წამსო ჩემიო. ასე რომ აი ჩვენ რაღაცა განსაკუთრებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ქრისტეს პირველი მოსვლის შემდგომ ეს არის განსაკუთრებული ეპოქა, როდესაც ადამიანმა უნდა იცხოვროს ღმერთთან ერთად. არა ისე, რომ თქვათ, აი დღესაც არის ეს წესი შემორჩენილი, რომ თქვათ ზოგს წელიწადში ერთხელ ცხვარი უნდა შეწიროს, სადღაც მაღლა მთაში ავიდეს და ნუ რაღაცა და მე ვალს მოიხდის ღმერთის წინაშე, მე მიდის და როგორც უნდა ისე ცხოვრობს. არ ცვლის ცხოვრების წესს და ეს არაფერი არ არის. ეს არის ქრისტემდე პერიოდის დროს იყო, როდესაც იერუსალიმში წელიწადში ერთხელ უნდა ჩასულიყო ქრისტიანი და იუდეველი და თაყვანი ეცა ღმერთისთვის სოლომონის ტაძარში. და განეწმინდა თავისი თავი ცოდვებისაგან. ეხლა სულ სხვა პერიოდია. ეხლა ცოდვებისაგან განწმენდაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა მხოლოდ, არამედ ღმერთთან პირად ურთიერთობაზე. ადამიანი, როდესაც ეზიარება და ზიარება დაადგინა ღმერთმა წესად, ესე იგი, ვინც ეზიარება ჩემს სისხლს და ხორცო, ის ჩემთან არისო და მე მასთან ავარო. აი, ესე იგი, უფრო ღრმა ურთიერთობა და უფრო ახლობელი ურთიერთობა ღმერთთან შეუძლებელია, რომელიც ღმერთმა დაადგინა. და ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ ერს ზოგადად ეს ესმის, აი რა ეპოქა არ გადავიარეთ, მაგრამ ქრისტიანობაზე შეიძლება ითქვას არ ვთქვით უარი, მაგრამ ვერ ვთქვით კიდე უარი. მაგალითად მე ასე აღვიქვამ, რომ 100,000-მა მოწამემ ხატებს კი არ დააფურთხა, ვერ დააფურთხა. ეს მისი შინაგანი მდგომარეობაა. ეს ჩვენს ერს აქვს ეს საოცარი სიწმინდე, რომელიც ახლა ჩვენ დიდ სულიერებაში უნდა გადავზარდოთ. მეც, შენც და თითოეულმა ჩვენთაგან. მამალურ, აი როგორ უნდა გაითავისოს ეს ყველაფერი, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, საზოგადოებამ, ადამიანებმა, რა კონკრეტული ნაბიჯები ამ ყველაფრისთვის საჭირო, რომ მიხვდეს ადამიანი, მივიდეს იმაზრამდე, რომ სულიერი ცხოვრება მეტად აღმატებულია, ვიდრე ხორციელი. ამას ყველა ხვდება, თავის მისახვედრს ყველა ხვდება. იმიტომ რომ ჩვენი წინამძღვარი ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი დღეს დიდი ნაწილი ეძებს მოძღვარს. პირველ რიგში მოძღვარს, რომ ვინახოს ის განსაკუთრებული მოძღვარი, რომელიც მას აცხონებს და ვერასდროს ვერ ნახავს ასეთ მოძღვარს. შენ თუ შენ თავში არ გარდაქმნა, არ მოახდინე, ვერაფერი ვერ მოხდება.
ქრისტე რომ ჩაგიდგეს, ესე იგი ფიზიკურად ქრისტეს მოციქული რო გახდე, შენ მაინც შეცდები, როგორც იუდა ისკარიოტელი შეცდა. იუდა ისკარიოტელი თავისი აზრით ცოდვას არ ჩადიოდა. ნუ ახლა ამაზე არ მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იუდა მაცხოვარი მართლა რო დასაჯეს, არ ედლოდა რომ დასჯიდნენ და წავიდა და ეს ფული მიუყარა უკან და წავიდა და ნუ დაკარგა ღმერთიც და თავიც. და აი ჩვენ როდესაც გვაქვს გადაწყვეტილება რომ სულიერი გავხდეთ, უნდა გავხდეთ სულიერი. ყველა ჩვენთაგანს ესმის ეს, რა არ უნდა გავაკეთო, მე ვიცი. რა უნდა გავაკეთო, ესეც ვიცი. მე არა ვარ ესეთი გონებრივ დეფიციტში, ანუ მე ისე არ არის რომ მე ვერ ვხვდები რა არ უნდა გავაკეთო. მე მაგალითად ეს მახსოვს, მე ხა 23 წლის რომ მოვინათლე, მე ნათლობამდეც, ნათლობის შემდგომაც მე ვიცოდი რა არ უნდა გამეკეთებინა. საქმე ის იყო, რომ შეიძლება ყოველთვის ისე არ ვიქცეოდი, როგორც ჩემი სულისთვის კარგი იყო. არა ყოველთვის ვიცი რა არ უნდა გავაკეთო და ყოველთვის ვიცი რა უნდა გავაკეთო. ასე იყო მაშინაც ჩემთვის, როცა უცოდინარი ვიყავი აბსოლუტური და ეხლაც ასეა და ჩემი წინამძღვარი არის იესო ქრისტე თვითონ ღმერთი გვიძღვის წინ. ეს იმდენად რთული საქმეა ადამიანის სულიერებაში გამარჯვება, რომ თუ ღმერთი არ გაგიძღვება წინ, შენ ვერაფერს ვერ მიხვდები. საერთოდ ვერ მიხვდები. იმდენად დაფარული ხარ ცოდვებში და არასწორ ცოდვა იწვევს არასწორ გრძნობებს, არასწორ აზროვნებებს. ეს არის სულიერი დაავადება. წმინდა იოანე ოქროპირი ესეთ რამეს ამბობს. მეო ვერავისო, ვერაფერს ვერ აუხსნიო, თუ მანამდე მას სული წმინდა მარა უხსნაო. და აი ესე იგი ჩვენ ღმერთი განგვაბრძნობს. თავარია ჩვენი ნება საით მიიდრიგება. ჩვენ გვინდა თუ არა რომ ბოროტება მოვიშოროთ და სიკეთე შევიყვაროთ. და ეს ფორმულასავით არის, აი მოწოდება წინასწარმეტყველისა შეიყვარეთ სიმართლე და მოიძულეთ უსჯულოება. უსჯულოება იცით რა არის? უღმერთობა კი არ არის უსჯულოება. არამედ ჩემთვის მოსაწონი რელიგიას რო ვიგონებ. მაგალითად ვარ სასულიერო პირი და მაქვს მე ამისი საცდური, ისე როგორც ყველას, რომ მე ნამდვილი ქრისტიანი კი არ ვიყო. არამედ მოვიგონო რაღაცა ჩემი ქრისტიანობა. ესე იგი, კაცი არ მოვკლა, არ მოვიპარო, არ ვიმრუშო, მაგრამ რაღაცა ისეთი მივიღო, რომელიც ჩემთვის სასიამოვნოა. და ეს არის უსჯულოება. ღმერთს რო ემსახურები, შენი, ესე იგი, ამბიციებიდან გამომდინარე. თან ღმერთის მსახური გგონია თავი. არა სასულიერო პირს არ გულისხმობ მარტო, ყველას გულისხმობ. თან ღმერთის ერთგული გგონია თავი და თან ამ დროს უსჯულო ხარ. ასეთებზე ხუთ უგუნურ ქალწულს ღმერთმა უთხრა, რომ მომშორდითო, მე არ ვიციო თქვენ ვინ ხართო. აი მე ჩვენ ყოველთვის ვიცით ვინ ვართ. იმიტომ რომ ჩვენ მოცემული გვაქვს საღვთოს ჯული, თითოეულ ჩვენთაგანს. აი რომ დავიბადეთ, როგორც თვალი გვაქვს, ყური გვაქვს, ასე გვაქვს სინდისი. სინდისით თუ იცხოვრებს ადამიანი, ის გახდება ქრისტიანი. ის მიაღწევს ღმერთამდე. თუ უსინდისო იქნა, მე რო სასულიერო პირი ვიყო და უსინდისობა ავირჩიო ცხოვრების წესად, მე ვერ ვცხონდები, პირიქით წავწყონდები. და სასჯელიც უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ ჩემმა არასწორმა ქცევამ შეიძლება სხვას ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს. და თუ მე უსჯულო ვარ, მაშინ ისიც დაუშვებს თავის თავში, რომ ის თუ უსჯულოა, მეც უსჯულო ვიქნები. და ასე შეიძლება მოვიგონოთ რაღაცა ქრისტიანობა და მე ეს რაღაცა ქრისტიანობა გვეგონოს ქრისტიანობა. არა და ქრისტიანობა ეს არის ქრისტეს ნაირი უნდა გახდე. აი ვირანაირი უნდა გახდე, მოძღვარს კი არ უნდა მიბაძო. სასულიერო პირს კი არ უნდა მიბაძო, ვიღაცას ადამიანს კი არ უნდა მიბაძო, უნდა მიბაძო თვითონ ღმერთს. ამიტომ ხარ შენ ქრისტიანი, რომ შენ უნდა იყო ქრისტესნაირი. აი ძველად ქონდა ჩვენ ეს სიტყვა, დღეს არ გვაქვს. მაგალითად მე რო დავიბადე, მამა ჩემს ქონდა ეს სიტყვა, ღვთისნიერი ადამიანი. და აი ორ ადამიანზე ამას ამბობდა, რომ ისინი არიან ღვთისნიერი ადამიანები. და ყველაზე საშიში ადამიანები, მე ესე ჩამომაყალიბდა მამა ჩემიდან გამომდინარე, რომ ყველაზე საშიში ადამიანი არის უსინდისო, მაგრამ ყველაზე დიდებული არის ღვთისნიერი ადამიანი, რომლისგანაც საშიშროება კი არ გელოდება, გელოდება მხოლოდ სიხარული და სიკეთე.
და ასეთი ადამიანები არსებობდნენ და დღესაც არსებობენ. რა თქმა უნდა, მამალუკა, უფლისაკენ სავალ გზაზე, რომ არ წაუბორძიგდეთ, თუმცა ასე გვემართება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ სულა ჭეშმარიტებისაკენ, ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ლოცვა გვეხმარება თავისთავად, მამალუკა, როდესაც გულმხურვალეთ, გააზრებულად ლოცულობთ და თითოეული სიტყვა ჩვენთვის გასაგები არის, თუ რას ვთხოვთ ამის თულფალს, ან როდესაც ვმადლობთ, მრავალი სახის ლოცვა, ხო, სამადლობელი, სავედრებელი და ასე შემდგომ, აღარ ჩამოთვლი ჩვენ მემაყურებელმა დარწმუნებული ვარ, კარგად იციან. და თავად ლოცვის შესახებ რომ ვისაუბროთ, თუ რამხელა ძალას მატებს ადამიანს და რისთვის არის დაწესებული ლოცვა? ეს არის ლოცვა, ეს არის ურთიერთობა ღმერთთან. ამიტომ ამის ესე იგი მნიშვნელობაზე საუბარი ეს აი შეუძლებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არის ურთიერთობა ღმერთთან. ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთთან ურთიერთობა. საერთოდ ადამიანს ვისთანაც აქვს ურთიერთობა, იმას ემსგავსება. აი, თქვა ცოდვილ ადამიანებში თუ მოხვდი, შენც ნელ-ნელა შეეგუები აზრს, რომ ცოდვა ჩაიდინო. ან შეიძლება ვთქვათ, ახლა გავრცელებულია ეს მეთოდი ცოდვა ადამიანთა ცოდვაში ჩაგდები, სიბილწეს შეიძლება ადამიანმა უყუროს ინტერნეტით, ფილმებში, მკვლელობებს უყუროს და მე მისთვის ეს ცოდვები მისაღები ხდება. შეიძლება ხა კაცი არ მოკლას, მაგრამ მის თვალწინ რომ მოკლან კაცი არც არაფერი არ მოხდა. აი რაღაც აი ცოდვასთან შეგუება ხდება, როდესაც ადამიანი ეხება, ვთქვათ, სიბილწეს. და სიბილწის მოქმედ ადამიანს. ამიტომ შენ ვისთანა გაქვს კავშირი, ეს ზუსტად უნდა იცოდე და ღმერთთან კავშირი შენ ღმერთის ნაირს გაგხდის. ქრისტესთან კავშირი და მასთან ზიარება შენ ქრისტიანს გაგხდის. ეხლა დღეს ესე ვგონია, რომ ქრისტიანი ეს არის ადამიანი, რომ მოინათლა მაგალითად ღრმა ბავშვობაში და მერე ცხოვრობს როგორც უნდა ისე. ის არ არის ქრისტიანი. ის არის ქრისტეს თუ ადამიანი მოინათლა და ის ქრისტეს არ ერთგულებს, მცნებებს არ იცავს, ის ითვლება ქრისტეს მოღალატედ, ქრისტეს უარმყოფელად გნებავთ და ესეთი რამე არ უნდა დაუშვას ადამიანმა. ადამიანი უნდა იყოს ზუსტად რომ საოცრად ღმერთთან ძალიან ახლო კავშირში და ყველაზე მნიშვნელოვანი ამისთვის ეს არის მცნებათა დაცვა, ანუ მარხვა, სულიერი მარხვა და ცნებათა დაცვა, ცუდი თვისებებისაგან თავის შეკავება შეგნებულად და ლოცვა, ანუ ღმერთთან ურთიერთობა. და ამაზე დიდი ბედნიერება არ არის და ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვათა შორის ეს არის საიდუმლო ლოცვა, როდესაც შენ განმარტოვდები, როდესაც მარტო ხარ და შენ რას საუბრობ ღმერთის წინაშე, რა გული გითქვამს შენს გულში რა ხდება ამ დროს. ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და შენ ეს განმარტოების წუთები და საათები უნდა გქონდეს. ამაზე უფრო დიდებული ვინ არის, როდესაც შენ სამყაროს შემოქმედთან შედიხარ ურთიერთობაში. და სამყარო და შენი ლოცვით შეიძლება სამყაროს შემოქმედმა მოქმედება დაიწყოს. რასაც შენ თხოვ, უფალი ხომ ამბობს, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით. აი შენ რასაც თხოვ ღმერთს, ის გექნება ცხოვრებაში. მაგრამ თუ არ თხოვ, რა თქმა უნდა, არ გექნება. ამიტომაც ამბობს უფალი, ითხოვეთ და მოგეცემათ. ამიტომ შენ უნდა გქონდეს განმარტოების შეგნებული განმარტოების წუთები. როდესაც შენ ყველაფრისგან განმარტოვდები, მოიცლი, უფალი ხო ამბობს, მოიცალეთ და გულისხმა ყავთ, რამე თუ მე ვარ ღმერთი. ღმერთთან ურთიერთობისთვის უნდა მოიცალო, უნდა განმარტოვდე და უნდა ილოცო. მთელი ქართულად ვიტყვი, მთელი შენი გულით უნდა ილოცო. როგორც მიგაჩნია, რომ გულით ლოცვა როგორიც არის, აი იმნაირად ილოცე. დღეს რა ცოდნაც გაქვს, იმ ცოდნით ილოცე და შენ მცირეში ერთგულს, მერე დიდი მოგეცემა. და ყველა დიდი წმინდანი იწყებდა ასე ელემენტარულით.
ძალიან მნიშვნელოვანი რამ ძალიან ახლა მამა ლუკა ითხოვდეთ და მოგეცემათ ხო, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თითქოს ან ჩვენ გვეჩქარება აქ მყოფებს, რომ რასაც შევთხოვთ უფალს, დღეს თუ არა ხვალ მაინც შესრულდეს აუცილებლად და შემდგომ, როდესაც დღეს ხვალზე გასრულდება ეს ყველაფერი, ხო, შემდგომ რაღაც უიმედობაში ვარდებით თითქოს და შეიძლება უსაყვედუროდ კიდევაც უფალს, რომ აი მე ხომ მოვედი შენთან და მთელი გულით შეგთხოვე. რატომ არ მოხდა ასე ვთქვათ და ის იმას კი აღარ ვიაზრებთ რომ უფალმა ჩვენზე უკეთ იცის თუ როდის რა უნდა მოგვეცეს და რამდენად ეს ძალიან საშიში მდგომარეობა ჩვენთვის ის თხოვნის შესრულება მე დავიწყო ღმერთთან ურთიერთობა იმით რომ ჩემი ნება შეასრულე ის და საშიშ ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ წმინდა ნიკოლოზი სანტა-კლაუსად ვაქციეთ და ღმერთი ჩვენი სურვილების ამსრულებლად მიგვაჩნია და ეს არასწორია ჩვენ თვითონ ესე იგი ჩვენს ესე იგი თუ ჩვენი რწმენა ის არის რომ ღმერთს ჩვენი ნება შევასრულებინოთ ანუ მე მწამს ღმერთი და რახან მე მწამს ღმერთი ეს საკმარისი პირობაა რომ შენ მე რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო ამ მდგომარეობაშია დღეს კაცობრიობა და აი წმინდა ნიკოლოზი სანტა-კლაუსია ღმერთი ჩვენი ნებას აღსრულებელია და თუ ისინი ჩვენ ნებას არ აასრულებენ მაშინ მე აღარ მწამს ღმერთთან ურთიერთობას როდესაც იწყებ შენი ნება უნდა გადაწიო უკან თუ არა და ეს არ არის რწმენა მეგობარი როდესაც მოდის შენთან და შენ გეუბნება რომ ჩემი ნება შეასრულე შენი ნება კი არა მთავარი შენი აზრი მე რასაც გეტყვი ის გააკეთე მეგობარი ასე არ გექცევა უმეტეს შემთხვევაში შენ თვითონ ხვდები როგორ უნდა მოექცე მეგობარს და საჭიროებას ხვდები მისას და ღმერთი მით უმეტეს ხვდება ჩვენ საჭიროებას ჩვენ რა გვჭირდება სანამ თქვენ ლოცვას დაიწყებთ ამბობს უფალი მამამ თქვენმან ზეცათ ამან იცისო თქვენ რა გჭირდებათო და ღმერთი ჩვენ გვაძლევს იმას რა გვჭირდება და არა რა სისურვილი გვაქვს ისე როგორც მაგალითად დედა შვილს იმას კი არ აძლევს რაც შვილს უნდა დედამ უკეთესად იცის რა ჭირდება მას და ჩვენ ძირითადად შვილებს კარგ შემთხვევაში და სწორია ეს ვაძლევთ იმას რაც მათ ჭირდებათ თუ ღმერთი შენს სურვილს არ გასრულებინებს ნიშნავს რომ არასწორს ითხოვ ან ნიშნავს რომ ჯერ დრო არ მოსულა მისი ან უფრო უკეთესს გირჩევს ის ამიტომ ღმერთთან ურთიერთობის დროს აი ქრისტეს ერთხელ ხო უთხრეს მოციქულებმა რომ ლოცვაო გვასწავლეო როგორც იოანე ნათლისმცემელმა ასწავლაო თავის მოწაფეებსო და ქრისტემ ამ დროს მამაო ჩვენო თქვა ლოცვა და გვასწავლა და ჩვენც ვიცით ყველა ქრისტიანმა ეს მამაო ჩვენო და იმ მამაო ჩვენოში რამდენიმე თხოვნა ღმერთის მიმართ და ერთ-ერთი თხოვნა იყოს ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა და ჩვენ ეს გააზრებულად უნდა ვითხოვოთ ესე იგი მე რა ვთხოვ ღმერთს რომ ესე იგი ჩემი ნება კი არ იყოს მე შეიძლება შევცდე ბევრ რამში არამედ მისი ნება იყოს როგორც ზეცაში ისე ამ ქვეყანაზე და მე მაქვს სურვილი რომ მისი ნების ქვეშ მისი საფარველის ქვეშ მოვექცე თუ მე ჩემი ნებით ვცხოვრობ ჩემი აზრით ჩემი მოთხოვნებით მე ვარ ცალკე მინდორში და იქ რა დამემართება კაცმა არ იცის მაგრამ თუ ღვთის ნებას ვეძებ და ღვთის ნებით ვცხოვრობ მე ვარ ამ საღვთო საფარველში და დაცული ღმერთისგან და ღმერთია გარანტია იმისა რომ მე არაფერი არ შემემთხვევა და ეს წმინდანთა ცხოვრებაა და ჩვენ წმინდანთა ცხოვრება უნდა შევძლოთ წმინდანებისგან უნდა ავიღოთ მაგალითი ხოლო რაც შეეხება საკუთარი ნების ძიებას ეს არის კერპთაყვანისმცემლობა ადამიანი ეძებს საკუთარ ნებას და ეს ყველაზე დიდი საშიშროებაა მისთვის და ადამიანი ძირითადად ეძებს იმას რაც მას ესიამოვნება მამა ლუკა საუბრის ბოლოს დავუბრუნდეთ საკითხთა პრობლემას რითაც დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი საუბარი აი აღდრომის შემდგომ პერიოდში უარს ვამბობთ უფალთან ურთიერთობაზე აღარ დავდივართ ტაძარში აღარ ვლოცულობთ აღსარებას აღარ ვამბობთ და ასე შემდეგ რა განაპირობებს ამ ყველაფერს დაახლოებით 1 წუთი გვაქვს დარჩენილი დრო ძალიან მოკლედ თუ შეძლებთ რომ გავცეთ ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება პასუხი მოკლე იყოს რომ ჩვენ ქართველებმა ოქროს ხანა ამიტომ დავკარგეთ ჟამთანხმწერელი მე-13 საუკუნეში წერს დაივიწყესო ქართველებმა ღმერთის სიყვარულიო და ამ ქვეყნიურ შვებას სიამეს მისცესო თავიო
ესე იგი, რომ ავწონოთ ღმერთი უფრო გვიყვარს თუ საკუთარი თავის სიამოვნება, უმეტეს შემთხვევაში საკუთარი თავის სიამოვნება და რა სიამოვნება ახლა ეგ რომ რაღაცა შეიკავო თავი, რაღაცა მოზღუდული ამყოფო შენი თავი, არ მეხალისება კვირადილას წავიდე და ღმერთი ვადიდო, ამიტომ მირჩევნია. ესე იგი, მე მაინც ვალაგებთ ცხოვრებას სიამოვნებების მიხედვით და ეს სიამოვნება უნდა ჩვენ აუცილებლად ღმერთის სიყვარულმა უნდა გადაგვიწონოს და მე ვხდებით ნამდვილი ქრისტიანი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენთან მოგზაურობისთვის მამალ გადაგემშვიდობებით. მადლობა თქვენც. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად ამოვინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგბრუნდებით ჩემ კომ გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი
მაშინ შესწირნე საკურთხეველსა შენსა ზედას ვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ერთსოლუნების დილა კვლავ პირდაპირ ეთერშია და გებრუნდით სტუმართან ერთად, სანამ წარგვიდგენთ მას, გეტყვით, რომ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ ორი კონკურსი გამოაცხადა. პირველი გახლავთ ღია კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის სახელწოდებით ღარი და მეორე საგამოფენო კონკურსი თბილისური სახსოვარი, რომლის თემა მე-20 საუკუნის თბილისის არქიტექტურული რელიეფის თანამედროვე ინტერპრეტაცია. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან სალუქვაძე. დილამშვიდობის ბატონი ლევან, მადლობა გახსენებთ მოგზაურობისთვის. მადლობთ, მადლობა. როგორც მაყურებელს ვამცეთ ორი კონკურსის შესახებ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მოდით თავდაპირველად დავიწყოთ ღია კონკურსის შესახებ საუბარი, რომელსაც ქვია წელი საინტერესო სახელწოდება ღანი. გადმარტოთ თავდაპირველად თუ რას გულისხმობს და ძირითადად რას მოიცავს, რა არის მისი მთავარი მიზანი და ვისთვის არის განკუთვნილი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ღანი გახლავთ ღია კონკურსი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების უფრო სტიმულირებისთვის და წახალისებისთვის. ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რა თქმა უნდა, ის სამ კატეგორიად არის გაყოფილი. კონკურსი მოქანდაკეებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის, ასეთივე არქიტექტორებისთვის და ასეთივე ფერწერებისთვის და გრაფიკოსებისთვის. მთავარი ამ კონკურსში არის ის, რომ ჩვენ თემატურ მინიშნებას ვთხოვთ ახალგაზრდებს და ეს თემა არის სიყვარული, როგორც განხრთობის გზა. ცოტა უცნაურია დღევანდელ დღეს ასეთი მინიშნების გაკეთება, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვნებაში საკმაოდ რთულია შინაარსის კონკრეტიზაცია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდებს ასეთი მინიშნება, ასე ვთქვათ, მივცეთ და წავახალისოთ მათი სულიერი თუ სახელოვნებო, ასე ვთქვათ, შემოქმედება. დიახ, რა შესაძლებლობას აძლევს მათ, გარდა ამისა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რა შესაძლებლობის არის მათთვის ეს კონკურსი და როგორ უნდა მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა, რეგისტრაციასაც ალბათ თავის პროცედურები იქნება. კი ბატონო, ეს კონკურსი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ის დაიწყო უკვე თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს რეგისტრაცია მონაწილეებისთვის, შემდგომი ეტაპი იქნება მონაწილეებთან მუშაობა, მათთან ლექციების ჩატარება, შეხვედრები მენტორებთან და კონკრეტიკის, ასე ვთქვათ, გამოკვეთა. თვითონ გამოფენა გაიმართება ოქტომბრის ბოლოს.
რიცხვი დაკონკრეტდება ზუსტად და ყველას მიეწოდება ეს რიცხვი პირად მეილზე უგზავნით ხოლმე მასალებს, საკონკურსო მასალებს ზოგადად. უკვე საკმაოდ ბევრი ხალხია რეგისტრირებული, დაახლოებით 200-მდე მონაწილეა უკვე. კიდევ ველოდებით, იმიტომ რომ მაისის ბოლომდე არის სარეგისტრაციო პერიოდი და ძალიან ბევრი გვიკავშირდება სხვადასხვა კითხვებით, უნდათ რომ მონაწილეობა მიიღონ, არაპროფესიონალებსაც დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ კონკურსი შემოფარგლულია პროფესიონალური, ასე ვთქვათ, ფარგალით. სტუდენტებით და ახალგაზრდა ხელოვანებით. არ შემიძლია არ გკითხოთ კონკურსის, ასე ვთქვათ, აი ამ პროექტის საკვანძო თემის შესახებ და თქვენგან მოვისმენთ თუ რაში მდგომარეობს ეს ყოველია. საკვანძო თემა, როგორც მოგახსენეთ, არის სიყვარული. სიყვარული როგორც განხრთობის გზა, როგორც ღმერთთან მიახლების გზა. თვითონ სახელი ღანი ქართული ასომთავრული ამბანის ასონიშანის ღანის კონცეფტს ეხება. მოგეხსენებათ ეს არის თაღის ფორმის ასო და სწორედ თაღი არის ის რაღაცა ზღვარი, რომელიც გავლის შემდეგაც ადამიანი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. პორტალი, ასე ვთქვათ. ხო და განხრთობის და სიყვარულის გზა არის აი ღმერთთან მიახლება, ხო და აი ამ სწორედ აი ამ რაღაცა ზღვარის გადალახვას მოუწოდებთ, რომ ახალგაზრდებმა ყურადღება მიაქციონ ჩვენს სწრაფვას ღვთისკენ და საკმაოდ დიდი შინაარსი არის აი ამ ყველაფერში ჩადებული. ამას უკვე თვითონ მენტორები აუხსნიან ლექციების დროს ახალგაზრდებს, ერთგვარი ქადაგებაც იქნება, ჩართულები იქნებიან ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ღვთისმეტყველები, რა თქმა უნდა და იქნება განმარტება თვითონ აი ამ მიმართულების ზოგადად საკაცობრიო მიმართულება ეს განხრთობის გზა, ხო? თავისთავად და სიყვარულზე ხო საერთოდ ლაპარაკით. ბატონ ლევან, კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე თუ არის უკვე წინასწარ გაწერილი გეგმა რა ფორმით ჩატარდება და გაიმართება კონკურსი? ტექნიკურად ასე ხდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდები მუშაობენ თავის ნამუშევრებზე, ქმნიან ამ კონცეფციას და შემდეგ ელექტრონული გზით მეილზე აგზავნიან მასალას, საკონკურსო მასალას. ქანდაკების შემთხვევაში რამდენიმე ფოტოსურათია სხვადასხვა რაკურსიდან, არქიტექტურის შემთხვევაში ასევე რამდენიმე ელექტრონული მასალა იგივე ხატრობასთან დაკავშირებით და ხდება მე სპეციალური ჟური განიხილავს და გადაარჩევს თითო მიმართულებიდან 10 გამარჯვებულს, ასე ვთქვათ. რომელი ნამუშევრებითანაც შეიქმნება მე საგამოფენო ექსპოზიცია. საკმაოდ საინტერესო გამოფენა გამოვა, იქნება 10 ნამუშევარი, 10 ქანდაკება, 10 არქიტექტურული კონცეფტი და 10 ხატრული ნამუშევარი. შემდეგ უკვე მეორე ეტაპი გამოფენაზე ჟური განიხილავს ამ ნამუშევრებს და პირველ, მეორე და მესამე ადგილებს მიანიჭებს, რომელთაც თავისთავად ბულადი ჯილდოები აქვს. აი ძალიან საინტერესოა როგორია დღეს რეალობა, რას უფრო მეტად ანიჭებენ ყურადღებას ხელოვანები, იქნება ეს ქანდაკება, არქიტექტურა თუ მხატვრობა, რომელ მიმართულებას უფრო მეტად აქვს სიყვარული და პატივისცემა მათგან. ვიცი, ძნელი სათქმელია. თანამედროვე ხელოვნება სწორედ ამით გამოირჩევა, რომ ესეთი მრავალფეროვანია, ყველა მიმართულება არის დაფასებული გარკვეულწილად, ვისაც როგორც უნდა ისე ქმნის და ისე მეტყველებს. ჩვენ სწორედ ჩვენი კონკურსის, ასე ვთქვათ, ჩვენი ინიციატივის მიზანი სწორედ ეს არის, რომ უფრო მეტად შინაარსისკენ მოვახედოთ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა შემოქმედები, რომ უშინაარსო ხელოვნება არ იყოს მათი, ასე ვთქვათ, შემოქმედების გზა. დეტალური ინფორმაციასაც შეიძლება რომ მოიგულიონ ამ კონკურსში. დეტალური ინფორმაცია არის ჩვენს ვებგვერდზე tasa.g, ასევე Facebook გვერდზე, Instagram-ზე, ყველა შესაძლო, ასე ვთქვათ, მედიაზე არის ჩვენი
დიახ. როგორც ვახსენეთ, გადაცემის დასაწყისში ორ კონკურსზე უნდა გვესაუბრა, ღანის შესახებ უკვე ვისაუბრეთ და ახლა საგამოფენო კონკურსი თბილისური სახსოვარი რელიეფის ახალი სიცოცხლე, ასეთი სათაურით ასე ვთქვათ. ამის შესახებაც უფრო დეტალურად ვისაუბროთ, ვთქვათ თუ როდიდან როდემდე არის მიღება, რა უნდა გაითვალისწინონ კონკურსში მონაწილეებმა, მსურველებმა და როგორი არის ეტაპები, ასე ვთქვათ, კონკურსის. დიდი მადლობა. ეს კონკურსი არის უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსი, რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს, ასე ვთქვათ. ყოველწლიური, სწორედ აი გაზაფხულზე ივნისის პირველ ნახევარში ეწყობა ეს გამოფენა კონკურსი. მთავარი მიზანი არის სასუვენირო მიმართულებაში ახალი ტრენდების შექმნა და ამ ორი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო ექსპოზიციები ქონდა და წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა შევძინოთ თბილისურ, ასე ვთქვათ, სახსოვარს და ყურადღება გავამახვილებინოთ შემოქმედ არსებულ რელიეფებზე. ძალიან საინტერესო და დიდი, ასე ვთქვათ, განძი გვაქვს ქალაქში, რომელსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. არა მარტო ქალაქში, მთელს ქვეყანაში, ეს არის მე-20 საუკუნის მონუმენტური ხელოვნება. მონუმენტური რელიეფები ძირითადად, როგორც მოზაიკური, ასევე კერამიკული და სკულპტურული რელიეფებია ეს და კი არის საკმაოდ გაჯერებული, ასე ვთქვათ, სოციალისტური სულისკვეთებით და იმდროინდელი სოციალიზმის ნიმუშებია ეს, მაგრამ სახელოვნებო კუთხით ძალიან საინტერესოებია და ბევრი უცხოელისგან მსმენია მე პირადად, რომ გამოირჩევა ზოგადად ეს ქართული ჩვენი სოციალიზმი ძალიან დიდად გამოირჩევა მთლიანად საბჭოთა და იმდროინდელი, ასე ვთქვათ, შემოქმედებისგან. რითი გამოირჩევა? პირველ რიგში თავისუფლებით, ქართულობით, ძალიან ბევრი მინიშნებებია ძველ ქართულ რელიეფებზე, ძველ ქართულ ორნამენტებზე და ძალიან, ასე ვთქვათ, დადებითი ენერგია მოდის აი ამ რელიეფებიდან და სწორედ ჩვენ გვინდა რომ ტურისტულ სექტორს მივანიშნოთ, რომ არანაკლები განძია ეს, რომელიც შეიქმნა მე-20 საუკუნეში. ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა და დიდი ნიჭია ამაში დახარჯული და რომელიც თავის ისტორიას ყვება, თავის ისტორიას ყვება და სწორედ აი ეს ძალიან საინტერესოა, როგორ შეძლეს ქართველებმა აი ამ სოციალისტური წნეხის ქვეშ მაინც გამოევლინათ თავისი დამოკიდებულება შემოქმედებაში. ძალიან ბევრ ადგილას არის სიცოცხლის ხე დაუშვათ, არის ბორჯღალი, არის მინიშნებები საღვთო არსებაზე და ძალიან საინტერესოა ეს რა და თუ ამას შეძლებენ ჩვენი კონკურსანტები და რაღაცა სუვენირებში გადაიტანენ და შემდეგ ამას გაატანენ ჩვენ სტუმრებს, ძალიან კარგი იქნება. თბილისური სახსოვარის მიმართ როგორია დაინტერესება, გავიხსენოთ და შევადაროთ წინა წლებს, შარშან წინ როგორი იყო? საკმაოდ მაღალი დაინტერესება აი ამ თვითონ ამ თემატიკამ გამოყო რაღაცა გარკვეული სეგმენტი, ვიცი რომ რამდენიმე შემოქმედი უკვე მუშაობს ამ თემაზე. ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა, ხო, ბუნებრივია. ძალიან საინტერესოა, კი ბატონო, ხო, ანუ ორი ასე ვთქვათ მიზანია ამ კონკურსს, ერთი რომ თვითონ ეს ამ რელიეფების არსებობა წარმოვაჩინოთ და მეორე მივცეთ საშუალება შემოქმედთ რომ ეს გადაიტანონ სუვენირის თემაში. და ძალიან საინტერესოა, ასე ვთქვათ, წერან თქვენ ახსენეთ უცხოელები, ხო და მათი დამოკიდებულება ალბათ უფრო მეტად საინტერესო არის გამომდინარე იქედან, რომ მათი თვალით დანახული კიდევ უფრო სხვა ინტერესს ძენს, ასე ვთქვათ, ზოგჯერ ჩვენ ისე ჩავივლით ამა თუ იმ ქუჩაზე, რომ არც კი მივაქცევთ ყურადღებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დეტალები არის, როგორც თბილისის ქუჩებში, ასევე შეიძლება სხვადასხვა რეგიონებში აღმოვაჩინოთ, ხო და ზოგადად რატომაც ასე უფრო ხდება ხოლმე რომ როდესაც უცხოელები დააფასებენ რაღაცას მერე უფრო ვიჩენთ ფხას ხოლმე ასე ვთქვათ და მერე უფრო ვაქცევთ ყურადღებას. კი ბატონო, ზუსტად ასეა, აი თითქოს ჩემი სიტყვები გაიმეორეთ. მე როდესაც აი ამ თემას ჩაუღრმავდი, მივხვდი რომ ეს ყველაფერი აგერ ამ ქუჩაზეა, სადაც მე ხშირად დავდივარ, იმ ქალაქშია, სადაც მე ვცხოვრობ და ისევ და ისევ შეიძლება უცხოელის ყურადღება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ გამოფხიზლებულიყავით და დაგვენახა ის უახლოესი წარსული, რომელიც არის საკმაოდ საინტერესო და შეიძლება ითქვას განუმეორებელი
იმიტომ რომ იმ შემოქმედებმა ბევრს პირადადაც ვიცნობდი მე, რომლებმაც ეს შექმნეს, ეს შეიძლება დანატოვარი უწოდოთ. საკმაოდ დიდი შრომა და დიდი ღვაწლი გაწიეს იმისთვის, რომ აი როგორც ვთქვით, აი ამ სოციალისტურ წნეხში ეცხოვრათ და გაეძლოთ აი ამ წნეხისთვის. ბატონ ლევან, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, ვის აქვს და როდის შესაძლებლობა რომ დაესწროს ამ კონკურსს და ასევე ამას გარდა კიდევ არის სალექციო ფორმის შეხვედრები და ამის შესახებაც რომ ვამბობთ. კი ბატონო, სალექციო ფორმის შეხვედრებს რაც შეეხება ჩვენ ამის შესახებ გავაკეთებთ განცხადებებს ჩვენს ვებგვერდზე და Facebook გვერდზე. კონკურსში თბილისური სახსოვარი ნამუშევრები მიიღება მთელი მაისის განმავლობაში, 1 ივნისამდე. შემდეგ დაკონკრეტდება საგამოფენო დღე და ამასაც ვაუწყებთ მონაწილეობას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. წარმატებები ვუსურვოთ ყველას. ვუსურვოთ მათ და თქვენს რა თქმა უნდა. ვუსურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა თქვენ. მადლობთ მობრძანებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლდათ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სალუქვაძე. პოლონეთში ვარშავის თეატრში რეჟისორ ანდრო ენუქიძის სპექტაკლ ჯადის პოლონური პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორმა ადამ მიცრევიჩის ცნობილი პიესის მიხედვით დადგა. უფრო მეტს შევიტყობთ კახა მიქიაშვილის სიუჟეტიდან. ვარშავის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ან შინაარსობრივი ადგილი ჩემს უკან, ადამ მიცკევიჩის ძეგლი. ადამ მიცკევიჩი პოლონეთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, როგორც უდიდესი მწერალი, ასევე მათი საზოგადო მოღვაწე და სწორედ ადამ მიცკევიჩი გვაკავშირებს ჩვენ თავისუფალ თეატრს ამ შემთხვევაში ვარშავასთან, ვინაიდან აქ საერთაშორისო ფესტივალზე წარმოვადგენთ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ჯადის პოლონურ პრემიერას. თავისუფალმა თეატრმა პოლონეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამოჩენილი პოლონელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ადამ მიცკევიჩის პოემა ჯადის პოლონური პრემიერა წარადგინა. თეოლოგს არ ცოდნა არ შეგეფერება რომ ყველა მეფის მოვლენებას საფუძვლად უდევს ღვთისმება. თეატრალურმა დასმა წარმოდგენა ვარშავის ნაციონალურ თეატრში გამართა. პრემიერა ადამ მიცკევიჩის პოემის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და თავისუფალი თეატრის ერთობლივი პროექტია. სპექტაკლის რეჟისორია ანდრო ენუქიძე. ფესტივალი ეძღვნება მარტო შედევრებს და მარტო ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც ლიტერატურაში გულისხმობენ რაღაც კაცობრიობის განვითარების დიდ ეტაპებს. მოხდა ისე, რომ შედგა ერთობლივი პროექტი პოლონეთის კულტურის სამინისტროს, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის, პოლონეთის თეატრის ინსტიტუტის და ჩვენი თეატრალური უნივერსიტეტის და თავისუფალი თეატრის კოლაბორაციით შედგა 2 სპექტაკლი. პირველი ნაწილი ჯადის, რომელიც დაახლოებით 2 წლინახევრის წინ ვითამაშეთ, ახლა კიდევ ერთი სპექტაკლი დავუდგით 3 საათიანი. პროექტი ეს არის ადამ მიცკევიჩის ჯადის, ასე ვთქვათ, მესამე ნაწილი. პროექტი გულისხმობდა იმას, რომ ეს სპექტაკლი იყო რაღაცნაირად ძალიან დიდი სავიზიტო ბარათი პოლონეთის საქართველოში, რათა პოლონელებს აეხსნათ ის თავისი სულის ნაწილი და წახნაგები, მათი ასე ვთქვათ, გატაცება რომანტიზმით, როგორც უდიდესი მიმდინარეობის მსოფლიო ლიტერატურაში და ეს თითქოს შესრულდა, იმიტომ რომ თავისუფალ თეატრში დაახლოებით წელიწადზე მეტი გავიდა უკვე, რაც შედგა ეს პრემიერა, მე საქართველოში ვიმგზავრეთ ამ სპექტაკლით, მაგრამ სპექტაკლებს ესწრებოდნენ პოლონელები და ჩათვალეს, რომ ეს არ შეიძლება დამთავრდეს საქართველოში და აკპატიჟეს აქ ვარშავაში, აქაო ალბათ ნომერ 1 თეატრში, ვარშავის ცენტრში, ამ თეატრს ქვია თეატრი პოლსკი, ანუ პოლონური თეატრი. გულწრფელად ბედნიერი ვარ ამით ყველაფრით. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. უპირველესად საქართველოსი, მერე მისი კულტურის და რა თქმა უნდა ქართული თეატრალური სკოლის. ასეთი სპექტაკლი პოლონელებისთვის არის უნიკალური გამოცდილება, რადგან იშვიათად გვაქვს შესაძლებლობა ვუყუროთ არქიპოლონურ დრამას უცხო ენაზე. ეს არის სრულიად განსხვავებული თვალთახედვა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც აშკარად აფასებს იმას, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის ინტელექტუალური, ღრმა ინტერპრეტაცია, რომელიც გვაძლევს სრულიად ახალ ხედვას და ამაღლებს ჯადის თემატიკას, რომელიც ჩვენთვის ფაქტობრივად სასკოლო საკითხავია და ძნელია მასზე რაიმე ახალი თქვა. 2 სპექტაკლი ვითამაშეთ, მიყოლებით
ძალიან კარგი მაყურებელი იყო, ისეთ გაგებით და ყურადღებით გვისმენდნენ. თითქოს ხო ენის ბარიერია, მაგრამ მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელსაც სკოლაში ასწავლიან, ასე რომ ასე თუ ისე ყველა მიცის. მოლოდინები მაღალი ქონდათ და ვფიქრობ, გავამართლეთ ყოველ შემთხვევაში ასე თქვა მაყურებელმა. თეატრალური დასის მიერ წარმოქმნილმა სპექტაკლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ჯადის ქართული პრემიერა დაახლოებით 1 წლის წინ თავისუფალ თეატრში შედგა, რის შემდგომაც სპექტაკლი ნაჩვენები იქნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დავბრუნდით კვლავ სტუმართან ერთად სტუდიაში. საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღება დაიწყო. რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე ისაუბრებს კოლეჯის სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე. დილამშვიდობისა მოგესალმებით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვიდრე ვისაუბრებდით რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ყველასთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ვახსენოთ და ვუთხრათ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე. რა შეიძლება ითქვას, რომელი ეს პროფესიები და რატომ კონკრეტულად ის პროფესიები, ახლა რომელზეც თქვენ საუბრობთ და ჩამოთვლით. სიამოვნებით მე თუმეტეს დღეს საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის და ბაზარზე არის დეფიციტი, ანუ დღეს რო გადავხედოთ ქართული შრომის ბაზარს, გადავხედოთ ბიზნეს მოთხოვნებს და ეკონომიკის, ესე ვთქვათ, ჩართულობას ზოგადად ამ ბიზნესის სფეროში, გეტყვით რომ მოთხოვნა დღე იზრდება და მოთხოვნა და მიწოდება შორის არის გარკვეული ტიპის დისბალანსი, ჩვენ მივუხედავთ იმისა, რომ ძალიან ბევრ კადრს ვამზადებთ, გვჭირდება გაცილებით მეტი რაოდენობრივად კვალიფიციური კადრები, რათა მივაწოდოთ ბაზარს და საზოგადოებას თვითონ რომელთა მოთხოვნა არის, რომ ჩვენ კიდევ გავზარდოთ ეს გადამზადების კურსები და რაოდენობრივობა გამომდინარე აქედან მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად არის სხვადასხვა სფეროები და მე ჩამოვთვლი იმ სექტორებს, სადაც ამის მოთხოვნა იზრდება. პირველი სამშენებლო სფერო, სამშენებლო ბაზარი იმდენად დიდი მოთხოვნის სფერო გახლავთ, რომ აქ პრაქტიკულად ვერ აუდივართ მოთხოვნას ქართული ბიზნესის ჩართულობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი არის მათი რიგი, ეს ზოგადად სამშენებლო ბიზნესი ჩაშლილი არის და შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 30-ზე მეტი მიმართულების სხვადასხვა პროფესია გახლავთ და ყველა ამ პროფესიაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი გახლავთ. შემდეგ სექტორების მიხედვით ჩვენ თუ ამას დავყოფთ, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფერო გახლავთ, საექნო მიმართულება, IT ინჟინერია, ავტოინჟინერია, სოფლის მეურნეობა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ინვესტიციები ჩაიდო და შესაბამისად სოფლის მეურნეობას ჭირდება ესევე კვალიფიციური კადრები და ეს მინდა მოსახლეობას ვაუწყო და უთხრა, რომ საქართველოს ყველა კუთხეში გეოგრაფიული დაფარვა პროფესიული განათლების მიმართულებით არის ძალიან მაღალი. დღეს არ არსებობს ესეთი ქალაქი, ესეთი რეგიონი, სადაც არ იყოს მაღალი დონის კოლეჯი. საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა დღეს პასუხობს იმ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა კვალიფიციური კადრებისთვის და განსაკუთრებით პასუხობს ბიზნეს მოთხოვნილებას, რომ მოუმზადოთ მაღალხარისხიანი კვალიფიციური კადრები, რომლებიც დასაქმებიან კონკრეტულად ამა თუ იმ ბიზნესში, ამა თუ იმ სექტორში და როგორც გითხარით, ჩამონათვალე საკმაოდ ფართო არის, ძალიან დიდი არის, მრავალფეროვნება არის და ყველა გემოვნების ადამიანს ზალოთ შეერჩიოს ის კონკრეტული პროფესია, რომელიც მას ჭირდება თავისი განვითარებისთვის და კიდევ ორი საინტერესო თემა გახლავთ ბაზარზე. პირველი ისო ჩვენ გრძელვადიანი პროგრამები გამოვაცხადეთ 28 აპრილს და 20 მაისამდე გრძელდება შესაბამისად მიღება ამ თემას და მინდა მოსახლეობას რომ აქ სამი მიმართულება გახლავთ რეფორმიდან გამომდინარე. პირველი ის აქ არის ინტეგრირებული სწავლება, სადაც საბაზრო განათლების კურსდამთავრებულს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, ისწავლოს, მიიღოს პროფესიული განათლება და პარალელურად გაახდეს საშუალო სკოლის ატესტატის ფლობელი, ანუ ორივეს ერთდროულად დამთავრებს. მეორე მოდულური სწავლება, სადაც ყველა მოდულს სწავლობს, რომელიც საჭიროა მისი განვითარებისთვის და არის დუალური განათლების სისტემა, სადაც რომაზე დაფუძნებული სწავლება გახლავთ. ეს არის გერმანული მოდელი, რომელმაც გაამართლა და შესაბამისად ძალიან ბევრი ბიზნესი შემოდის ჩვენთან, რომ ითანამშრომლობს ამ კონკრეტული მიმართულებით. ხოლო მეორე თემა, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ეს იყო პირდაპირ ბიზნესის მოთხოვნილება და სახელმწიფო ამაში მათ დაეხმარა, იმიტომ რომ თავარი დონორი აქ არის სახელმწიფო, მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსები, სადაც ერთ მოდულში კომპანიის დაკვეთით, კომპანიასთან ერთად შემუშავებული პროგრამებით, ანუ პროგრამა მუშავდება, გადის ვალიდაციას ბიზნესთან და ამის შემდგომ გავდივართ სახელმწიფო ავტორიზაციას. ჩვენ გამოვაცხადეთ
გამოაცხადეთ ესეთი ძალიან ბევრი კურსი და მინდა გითხრათ რომ დასრულების მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ როცა ადამიანები გახლავთ უკვე საშუალო ასაკის, მათ უნდა მიცეს საშუალება მოერგონ ამ სიტუაციას, თან გახდნენ პროფესიონალები, ისწავლონ კონკრეტული პროფესია, შემდეგ წარმატებით დასაქმდნენ და პარალელურად ისე არ უნდა შექმნა გარემო, რომ მათ გაუჭირდეთ სალექციო საათების მოსმენა, გაუჭირდეთ ის, რომ მათ კონდეთ საშუალება კონკრეტული მიმართულებით პროფესიონალური უნარების მიღების, შესაბამისად ჩვენ ეს ისე გავაკეთეთ და ისე ჩამოვყალიბდით, რომ ამის საშუალება მივეცით მოსახლეობას. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა ყველას თქვენი ეთერის საშუალებით ვაუწყო და უთხრა, რომ მათ შეუძლიათ მოვიდნენ არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში ბევრი პროფესიული კოლეჯი არსებობს, სადაც არის კარგი ლაბორატორიები, კარგად აღჭურვილი გარემო, კარგად გაკეთებული პროგრამები, ბიზნესში შეთანხმებული და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული და ეს ყველაფერი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ იჩქარონ, მოვიდნენ და ჩვენ მზადა ვართ, რომ მათ მივიცეთ ის განათლება, რომელიც საჭირო მათი განათლებისთვის, მათი განვითარებისთვის და მათი ხვალინდელი კეთილდღეობისთვის. რა შეიძლება მიღებას, როგორც ვიცით, არის როგორც საგაზაფხულო, ასევე საშემოდგომო ორი მიღება გახლავთ, საგაზაფხულო და პერიოდულადაც არის ხოლმე ძალიან ბევრი, გარდა ეს არის გზელვადიანი პროგრამები, ძალიან მარტივად ხდება, შეუძლია კოლეჯში მოუსვლელად ონლაინ დარეგისტრირება და VT მისჯეზე შეუძლია შევიდნენ ამ გვერდზე, სადაც ზალუც მათ რომ შეუძლია შეერჩონ სასურველი კოლეჯი, სასურველი პროფესია ონლაინ დარეგისტრირდა და შემდეგ მათ უკავშირდება უკვე კოლეჯის წარმომადგენლები, ეუბნებიან, როდის უნდა მივიდნენ კოლეჯში, იქნება ტესტირება თუ იქნება გასაუბრება, რომელიც ესევე ძალიან გამარტივებული გახლავთ და შესაბამისად შემდეგ უკვე როდესაც მოხდება დოკუმენტების რანჟირება და ჩაირიცხებიან კოლეჯებში, უკვე იწყება სწავლება. ეს არის გრძელვადიან პროგრამაზე, ანუ ეხლა იწყება საგაზაფხულო მიღება, შემდეგ დავიწყებთ საშემოდგომო მიღებას, ხოლო რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამებს, ჩვენ ამას მუდმივად ვაცხადეთ, მუდმივად გვაქვს აპელირებული, რომ გამომდინარე ბიზნეს მოთხოვნებიდან ბევრი პროგრამები განვახორციელოთ, ეხლა მაგალითად თბილისის მერიის პროგრამები დავიწყეთ საკმაოდ დიდ რაოდენობაზე და უკვე დაიწყო მომზადების ეტაპი, ეხლა ვაპირებთ მომზადება გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსების პროგრამების გამოცხადებას, ეს ხდება პარალელურ რეჟიმში, ამიტომ არჩევანი საკმაოდ დიდი არის, რაოდენობა ადგილების საკმაოდ ბევრია გამოყოფილი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგუმართოს და როგორც გრძელვადიანი, ესე მოკლევადიანი დაფინანსებული. ასე კი არის. გრძელვადიანი საბაზო განათლების კურსდამთავრებულიდან დაწყებული, ანუ შეუძლია საბაზო კურსდამთავრებულს ჩააბაროს პროფესიული კოლეჯში, ზევით ზღვარი არ არის დადგენილი, ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას ძალოს და უნდა რომ პროფესია შეიცვალოს, ატომაც არა, ხოლო რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამებს, მხოლოდ აქ იქნება საშუალო განათლების კურსდამთავრებულს, ანუ დასრულს შეუძლია მოვიდეს, ჩააბაროს და შემდგომ დამთავრების შემდეგ ჩვენ მათ ვეხმარებით, ეს არ არის მხოლოდ როცა ამთავრებენ და ჩვენ ვემშვიდობებით, ეგრე არ ხდება, ჩვენ მათ შუამდგომლობას უწევთ ბიზნესთან და შემდგომ ამისა ვადევნებთ თვალყურს, როგორც გრძელვადიან კურსდამთავრებულებს, ესევე მოკლევადიანებს და ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება მათთან გასაუბრება, კლუბები ჩატარება. როგორ ხდება ბატონო მათიან თვითონ მოგმართავენ რომ კადრები ჭირდებათ, თუ თქვენ კონკრეტულად თქვათ ან წარჩინებულები, ასე ვთქვათ, ვინც არიან, მათ რეზიუმეს უგზავნით და არა მხოლოდ უგზავნით, არამედ სწავლების პროცესში უამრავი ბიზნესი მოდის და ეს ჩართულობა საკმაოდ მაღალი გახლავდა, მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის ჩართულობა იმდენად გამოხატულია და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უამრავი ინვესტიცია იდება კოლეჯებში განვითარებისთვის, როგორც დონორებიდან, ესევე კერძო ბიზნესიდან, მე გეტყვით, რომ სპექტრის მაგალითზე, ეხლა მაგალითად ერთ ძალიან დიდ პროექტს ვიწყებთ, რომელიც მიმართულია მასიური ხის წარმოების, ავეჯის კონსტრუირების და დურგლის განვითარების ჰაბი იქნება კოლეჯში, რომლის ძირითადი დამფინანსებელი არის კერძო სექტორი. ისინი აპირებენ, რომ შემოვიტანონ საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია. ჩვენ წყლის მიმართულებით, ჰიდროს მიმართულებით, რაც კი შეეხება წყალს, ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, თუ ეს იქნება დავუშვათ სანტექნიკის მიმართულება, კომპანია მაგალითად 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს სოციალური პროექტი და შემიძლია თავმოთქვა და ეს არ არის რეკლამა მათი მხრიდან, ასე ვთქვათ, იგივე ევრომასტერი, ეხლა კომპანია საკაბელი იწყებს ისევე ინვესტიციის ახალ მიმართულებას კოლეჯში და 15 ბრენდირებული ლაბორატორია აქვს კოლეჯში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი ინვესტიციები შემოიტანეს კოლეჯში, შექმნეს ბრენდირებული ლაბორატორიები, რომელსაც თვითონ აფინანსებენ და გარდა იმისა, რომ აფინანსებენ სტაჟირება, პრაქტიკა და დასაქმება ამ კომპანიებში ჩვენი კურსდამთავრებულების არის გარანტირებული. შესაბამისად, მინდა მადლობა გადაუხადო თქვენი ერთ-ერთ ქართულ ბიზნესს, იმიტომ რომ ისინი ძალიან აქტიურად შემოდიან პროფესიულ განათლებაში და ძალიან ნათლად გრძნობენ, რომ თუ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, წარმატება იქნება
რთული და ერთად როცა მუშაობ დამერწმუნეთ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს თითოეული მოქალაქეს ვუქმნით იმ განცდას და იმის წინაპირობას რომ თითოეული მათგანის კეთილდღეობაზე, თითოეული მათგანის კარიერულ წინსვლაზე, ფინანსურ მდგრადობაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი შევქმნათ. ამიტომ მე მადლობა მინდა გადაგიხადო დიმიტრო საქართველოს ერთსულოვნება ყოველთვის ზრუნავს იმაზე რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მოხდეს და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მათგანს რომ მოვიდნენ და რეგისტრირდნენ ჩვენ მზად ვართ როგორც გრძელვადიან ესე მოკლევადიან პროგრამებზე მათ შეუქმნათ კომფორტი. აი მათ რაზეც ახლა საუბრობდით, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ თავისუფლად რომ ეს პროგრამები არ არის გათვლილი მხოლოდ ადამიანების პირად გამოცდილებასა და კარიერაზე, მათ წარმატებებზე სამომავლოდ. ეს პროგრამა მოიცავს ასევე იმასაც რომ განვითარდეს ქვეყანა შესაბამისად და წავიდეს წინ. პირდაპირ არის ამაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ეკონომიკა ვერ განვითარდება. მე ესევე მინდა უთხრა მსმენელს, რომ სოფლის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში როგორი არის დაახლოებით 60-40 ან 50-50-ზე, ანუ აკადემიური განათლების და პროფესიული განათლების მსურველთა რაოდენობა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში სოფლიოში არის უპირატესი, ანუ დაახლოებით 60% არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნები, აზიური, ესე ვთქვათ, იგივე იაპონიის თუ ავიღებ, ჩინის თუ ავიღებ, ანუ სადაც დიდი ეკონომიკა არის და ისინი მუშაობენ ძალიან სერიოზულად, გაცილებით მეტი მსურველია პროცენტულად პროფესიული განათლების მიმართულებით და თოულაც რეალურად ქმნის პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები. და მიღება როდემდეა, თქვათ და მიღება 20 მაისამდე, შესაბამისად 20 მაისის ჩათვლით შეუძლიათ ყველა მათგანს დარეგისტრირდნენ და ასევე მიმართავ ძალიან მოკლედ ვიტყვი შეშევენ პირებსა და სპეციალურ საჭიროებს საგანმანათლებლო პირებს, მათთვის არის უნაკლო პირობები ჩვენთან უნივერსალურად ადაპტირებული გარემო, ამიტომ ვთხოვ რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ დავეხმარებით არა მხოლოდ ინტეგრაციაში, არამედ წარმატებით დასრულებასა და შემდგომ წარმატებით დასაქმებაში. ძალიან დიდი დაინტერესებულ წარმატება და თქვენც ასევე წარმატება გისურვებთ. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სკოლის სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. ყველას მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენთვის ძვირფასი დრო ჩვენი დაგვეცეთ და ჩვენთან ერთად იყავით ამ დროის განმავლობაში. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ყველამდე.